რატომ იქცევა ასე ორაზროვნად? იმიტომ რომ არ აქვს ბოლომდე გადაწყვეტილი წარსული პროგრამები. ეს შეიძლება იყოს ძველი ურთიერთობა, რომელიც დღემდე მასზე ახდენს გავლენას. არ აქვს სწორი მიმართულება ცხოვრებაში, არ აქვს სწორი გადაწყვეტილება, ხანდახან ეჭვიეპარება ამ ყველაფერში და იმდენად ცვალებადია, ვეღარ გაიგო წარსულში დატოვოს ყველაფერი, რაც აწუხებდა თუ ახლანდელზე იყოს ფოკუსირებული თქვენთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, გრძნობა და ემოცია თქვენს მიმართ აქვს, მაგრამ აი როგორც არის აქ, როგორც ტალღა ისე რომ შემოასკდება, მერე ისევ დაწყმარდება ეს ყველაფერი. ესე იგი, სისტემატიური მოთხოვნილება ამ ურთიერთობაზე ჯერჯერობით არ აქვს. რადგანაც ფიქრობს ყოველთვის თავის მომავალზე, გადაიტანოს თუ არა თქვენთან ურთიერთობა მომავალში, მაგრამ დაკარგულია. შიშები, ემოციური მიჯაჭვულობა ამ ადამიანს არ აძლევს მოსვენებას, ამიტომაც აქვს იმის შიში ეთყობა, რომ ეს წარსული გადმოსული ამაზე და ვერ დაალაგა წარსული. დღემდე აქვს გავლენა ამ ყველაფერზე, ამიტომაც არის რომ ვერ ჩამოყალიბდა და ვიტყოდი ბევრისთვის არ ჩამოყალიბდა და რატომ? ეს ადამიანი შესაძლოა კიდევ პარალელურ ურთიერთობაში იყოს. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.